ჯვარცმა არის ის მაქსიმალური შესაძლებლობა, რითაც ადამიანი ღმერთს ცნობს. ცნობელობა მერე გვირგვინდება, რწმენის გვირგვინი რა არის, რომ ქრისტე აღდგა მკვდრეთი და მერე აღდგარ მაცხოვარს უკვე გულში ვატარებ. ეს ყველაფერი საიდუმლოებებია. ანუ მისტიკური ცხოვრებაა ქრისტიანობისათვის. მაგრამ ჯვარცმა არის ის, რითაც ჩვენ ღმერთი გვიზიდავს. მთელი ჩვენი არსებით, ჩვენი ცნობიერებით, ჩვენი ყურადღებით, ჩვენი ესე იგი ნერვიული სისტემით, ჩვენი ფსიქიკით, ჩვენი ხორცით, ჩვენი სულით, ჩვენი გულით, ჩვენი სინდისით, ღმერთი ჩემთვის მოკვდა, გვიზიდავს ღმერთი. და თუ ადამიანს ჯვარცმული ღმერთი არ აფხიზლებს, აი ადამიანი, რომელიც არ ფხიზლდება ჯვარცმული ღმერთით, ღმერთი ჩემთვის მოკვდა, არ ფხიზლდება. მორწმუნე ადამიანი, რომელმაც იცის, რომ თითქოს ქრისტე ღმერთია, მაგრამ ცხოვრების წესს არ იცვლის. იცის, რომ ღმერთი ჩემთვის მოკვდა, არ აფხიზლებს. ანუ თუ ჯვარცმამ ადამიანი არ გამოაფხიზლა, ადამიანს აღარაფერი აფხიზლებს. აი როცა საუბარია ხოლმე იმაზე, რომ ეშმაკ შეუძლია თუ არა შეინანოს. და იცით რა პასუხია? როდესაც ქრისტე კაცობრიობისთვის კვდებოდა და ამან არ შეძრა ეშმაკის დაცემული ქერუბიმის გული, რაღა უნდა მოხდეს, რომ ეშმაკის გული შეიძრას და შეინანოს. გესმით, ეს არის მაქსიმალური სტრესი, შეიძლება ასე ითქვას, რასაც გონიერი და თავისუფალი არსება იღებს. სამყაროს შემოქმედი შენი გადარჩენისათვის კვდება, მაქსიმალური სტრესია. თუ ამან არ გამოგაფხიზლა, არაფერი გაფხიზლებს და ჩვენ ხომ ეს ვიცით. და თუ ჩვენ არა ვართ გამოფხიზლებული, რაღა უნდა გამოგვაფხიზლოს.